განვიხილოთ ტრანსფორმატორის მუშაობა. ზოგადად ტრანსფორმატორი წარმოადგენს მეტალის ჩარჩოს ფორმის გულანას, რომელზეც დახვეულია გამტარი. ასეთი ხვია ტრანსფორმატორს ჩვენ შემთხვევაში ორი აქვს: შემავალი ხვია და გამომავალი ხვია. ხვიას, რომელზეც მოდებულია ძაბვა კვების წყაროდან, პირობითად უწოდოთ შემავალი ხვია, ხვიას, რომელზეც მიერთებულია დატვირთვა, უწოდოთ გამომავალი ხვია. ზოგადად ტრანსფორმატორის დანიშნულებაა შემავალ ხვიაზე მოდებული ძაბვის პროპორციული ძაბვა მოგვცეს გამომავალ ხვიაზე. ეს პროპორცია კი თავის მხრივ დამოკიდებულია ამ ხვიების შეფარდებაზე. კონკრეტულ შემთხვევაში შემავალი ხვიების რაოდენობა არის 10 სტოლი, გამომავალი ხვიების რაოდენობაც არის 10 სტოლი, ესე იგი შეფარდება ხვიების რაოდენობებს შორის არის 1 სტოლი, რაც ნიშნავს იმას, რომ რა ძაბვაც მოედება შემავალ ხვიას, იგივე ძაბვა მოიხსნება გამომავალი ხვიიდან. ეს ჩანს თვალნათლივ, რომ ხელსაწყო, საზომი ხელსაწყო, რომელიც შეერთებული არის კვების წყაროზე, გვიჩვენებს 10 ვოლტს, ხოლო გამომავალი ძაბვაც ასევე გვიჩვენებს 10 ვოლტს. ახლა შევცვალოთ ხვიების რაოდენობა, დავუშვათ პირველადი ხვიების რაოდენობა ჩამოვიყვანოთ 5-მდე და დავაკვირდეთ, რომ ტრანსფორმატორის კოეფიციენტი შეიცვალა, მისი ხვიების შეფარდება არის 10-5-თან. ეს ნიშნავს იმას, რომ ორჯერ ნაკლები ხვია არის მოდებული დახვეული პირველ შემავალ მხარეს, შესაბამისად ორჯერ მეტი მეორე მხარეს, ანუ 10 გაყოფილი 5-ზე ტრანსფორმაციის კოეფიციენტი გამოდის 2 და მოდებული 10 ვოლტიდან გამოსასვლელზე მივიღებთ 20 ვოლტს. მოვიქცეთ პირიქით, გამავალი ხვიების შემომავალი ხვიების რაოდენობა გავხადოთ 20, გამავალი ხვიების რაოდენობა დარჩა ისევ 10, ანუ შეფარდება ისევ არის 2-1-თან, მაგრამ რა კი შემავალი ხვიების რაოდენობა ორჯერ მეტია გამომავალზე, მოდებული 10 ვოლტიდან გამომავალზე მივიღეთ 5 ვოლტი. 5 ვოლტი, რაც ლოგიკურია ჩვენი წინაპირობების თანახმად. აღსანიშნავია, რომ ტრანსფორმატორი მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ ცვლადი დენის რეჟიმში. მასზე მოდებული მუდმივი დენი ვერ შექმნის მის გულანაში ცვლად ველს და შესაბამისად არ მოხდება ტრანსფორმაციაც. საკმარისია შევცვალოთ შემომავალი ძაბვა, დავუშვათ, პირობითად დავაყენოთ ეს დაახლოებით 5 ვოლტის ფარგლებში, პროპორციულად შეიცვლება გამავალი ძაბვაც. აი დავაკვირდეთ კიდე ერთხელ, გვქონდა თქვათ 10 ვოლტი, გვაქვს გამოსასვლელზე 5 ვოლტი, იმიტომ რომ კოეფიციენტი ტრანსფორმაციის არის 2-1-ზე. ეხლა დავაყენოთ დავუშვათ 5 ვოლტი, გაგვიხდა 2.5 ვოლტი, ანუ პრინციპი სწორი, ანუ გარდაქმნა ტრანსფორმაცია სწორად ხდება 2-1-თან. ახლა გავაკეთოთ ასეთი რამ, დავუშვათ ხვიათა რაოდენობა შემავალზე იყოს 20, გამომავალზე იყოს უკვე 40. ჩვენ ხედავთ, რომ მოდებული 5 ვოლტის მაგივრად მივიღეთ 10 ვოლტი, რატომ? იმიტომ რომ შეფარდება 40-20-თან არის ისევ ორჯერ მეტი და პროპორციულად მოხდა ძაბვის აწევა. ასეთ შემთხვევაში, როდესაც პირველადი ხვიები ნაკლებია მეორად ხვიაზე, ხდება ძაბვის მომატება გამავალ ხვიაზე, ესე იგი ტრანსფორმატორი არის ამამაღლებელი, ხოლო როდესაც პირველადი ხვიები მეტია მეორე ხვიებზე, ასეთ შემთხვევაში ხდება ძაბვის შემცირება, ანუ ტრანსფორმატორს ქვია შემამცირებელი.